ჟანგიანი საქანლის ჭრაჭუნი, წყლის ხმა, ზღვის სანაპიროდან აღებული ქვების ხრაშუნი. ნიკა მაჩაიძეს უკანასკნელი მუსიკალური ტრეკისთვის ჭირდება. ხანდახან ბუნებაში შემოქმედებითი მარტოობა ელექტრონული მუსიკის ქართველი პიონერისთვის აუცილებელი წინაპირობაა. აი ახლა უსმინე. მერისთვისაც ვაკეთებ დღემდე ელექტრონულ მუსიკას არის ერთადერთი ის რომ პროცესი მოწონს კეთების და პრინციპში ჩემთვის ვაკეთებ. არასდროს არ ვფიქრობ იმაზე რომ რაღაცას მსმენელისთვის ვაკეთებ. მე ვინც უსმენს და ვინც მოსწონს ეს უკვე იმათი საქმეა. ელექტრონაუტებს რაც შეეხება ჯერ ერთი ვფიქრობ რომ ეს რაღაცა კარგი რაღაც გააკეთა სერგიმ იმ მხრივ რომ სტიმულია ამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანმა დაიწყო ელექტრონული მუსიკის კეთება საქართველოში. პირველი წარმატება 1999 წელს პარიზში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მიღებული გრან-პრი იყო. 2007 წელს პირველ ქართულ ელექტრონულ ფესტივალზე წლის საუკეთესო ელექტრონაუტად დაასახელეს. ისევე როგორც 3 წლის წინ ელექტრონაუტების ფესტივალში მონაწილეობას ისევ გეგმავს. მიზანი კვლავაც უცვლელია. გამარჯვება. ნატალია, იგივე ტუსია ბერიძე. პირველი ქართველი ქალი არტისტია, რომლის ელექტრონული მუსიკის ანგებს უცხოეთში უკვე კარგახანია იცნობენ. კომპიუტერით შექმნილ ელექტრონულ მუსიკაში მისი ვოკალისა და კლასიკური მუსიკის ანგებიც ერთ მთლიანობას ისევე ქმნიან, როგორც მისი შემოქმედებითი პერსონა თანამედროვე სამყაროში. ყველა მიმდინარეობა თანამედროვე ელექტრომუსიკა უბრალოდ ბუკვალურად შეება სხვა ეგრე. თანამედროვე, იმიტომ რომ კომპიუტერთან და მათთან არის, ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული და ტექნოლოგიურ განვითარებასთან. საუკეთესო ქართველი ელექტრონაუტის გამოსავლენად 16 აპრილს ტუსიაც და ნიკა მაჩაიძეც უკვე კლუბ გურუში დაუკრავენ. წელსვე პირველად ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის საუკეთესო ტრეკის ავტორსაც დაასახელებს.